2021 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 15. ერი, ორიერი და სამიერი წინაღობის რეზისტორები ჩართულია ისე როგორც ნახარწრიანი ჩვენები, როდესაც ადაბ წერტილებს მოსდეს უძაბვა, სრული დენის წრეში იყო i. განსაკუთრებით სრული დენის წრეში თუ უძაბვას მოვდებთ ადაც წერტილებშიო გეკითხებიან მოცემული გვაქვს. R1 უდრის R-ს, R2 უდრის ორიერს და R3 უდრის სამიერს. ამასთან, როდესაც ძაბვას მოვდებთ ადაბ წერტილებში, გეკითხეს რომ დროს ძაბვა ადაბ წერტილებში მოდებული უსტოლი არისო და ამ დროს ისრული ტოლი არისო ისი და უნდა განსაზღვროთ დენის ძალა სრული დენის წრეში თუ ძაბვას მოვდებთ უკვე არა ადაბ წერტილებში, არამედ ადაც წერტილებში ისრული გვაინტერესებს. ისრული x-ი დავარქვათ, მოდით, რადგან უცნობია. როდესაც ძაბვა მოდებულია ადაც წერტილებში, ხო, ახლა რო წარმოვიდგინოთ სიტუაცია. პირველ შემთხვევაში, როდესაც ძაბვა მოდებული არის ადაბ წერტილებში, უძაბვა, პირველ შემთხვევაში, ამ დროს ორიერი წინაღობის რეზისტორი პარალელურად გამოდის შეერთებული ერის და სამიერ წინაღობის რეზისტორებთან ერთად, შესაბამისად, სამი ერი და ერის ჯამის პარალელური გამოდის ამ შემთხვევაში, სამი ერის და ერის ჯამი არის 4 ერი, საიდანაც ერთი შეფარდებული r სრულთან, ტოლი არის ერთი შეფარდებული 2-erთან, დამატებული ერთი შეფარდებული 4-erთან, ეს ტოლი იქნება საერთოა 4 ერი, 2 პლუს 1, ეს უდრის 3 შეფარდებული 4-erთან, ანუ გამოდის რომ ერთი შეფარდებული r სრულთან, ტოლი არის 3-ის ფარდობა 4-erთან, საიდანაც r სრული პირველ შემთხვევაში გამოდის 4r მესამედი, ეს პირველ შემთხვევაში. ხო, რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მეორე შემთხვევაში, როდესაც ძაბვას მოვდებთ უკვე ადაც წერტილებში, ერი, ანუ აქ თუ მოვდებთ ძაბვას, U-ს, ამ შემთხვევაში რა გამოდის? ერი გამოდის პარალელური 2 ერის და 3 ერის ჯამის, შესაბამისად ეს გამოდის პარალელური 5 ერის, საიდანაც ერთი შეფარდებული r სრულთან x-ი, ტოლი არის ერთი შეფარდებული r-თან, დამატებული ერთი შეფარდებული 5-erთან, აქედან 5 ერი საერთოა, 5 პლუს 1, ეს უდრის 6 შეფარდებული 5-erთან, საიდანაც გამოდის რომ ერთი შეფარდებული r სრული x-ი, ტოლი ყოფილა 6 შეფარდებული 5-erთან, საიდანაც ერი სრული x-ი ტოლი არის 5 ერი, 5 ერის ფარდობისა 6-თან. ეს მეორე შემთხვევაში. და ახლა თუ გამოვიყენებთ ომის კანონს წრედის უბნისთვის, პირველი შემთხვევისთვის, რა გამოგივა? პირველი შემთხვევისთვის ისრული, რომელიც პირობით ისტოლია, ისრული ანუ i, ტოლი იქნება. ძაბვა შეფარდებული r სრულთან, ეს ტოლი იქნება u შეფარდებული 4 ერი შეფარდებული 3-თან, r სრულის მაგივრად ეს მნიშვნელობა შევიტანეთ. ეს კი ტოლი იქნება 3u შეფარდებული 4-erთან. ანუ პირველ შემთხვევაში i ტოლი გამოგვივიდა 3u-ს ფარდობისა 4-erთან. ხოლო მეორე შემთხვევისთვის ისრული x-ი, რომელსაც გვეკითხებიან, ტოლი იქნება u შეფარდებული უკვე r სრული x-თან. ეს ტოლი იქნება u-ს ფარდობა, u-ს შეფარდება, r სრული x-ი რამდენი მივიღეთ? მივიღეთ 5 ერი შეფარდებული 6-თან, აი ეს შევიტანეთ უბრალოდ გამოსახულებაში, ეს კი ტოლი იქნება 6u-ს ფარდობისა 5-erთან. ანუ მეორე შემთხვევისთვის რო დავწეროთ i სრული x-ი, ტოლი გამოგვდის 6u-ს ფარდობისა 5-erთან. და უბრალოდ ახლა შევაფარდოთ i სრული x-ს თუ შევაფარდებთ, i სრული x თუ შევაფარდებთ ჩვენ ისთან, ეს ტოლი გამო i სრული x-ი არის 6u-ს შეფარდება 5-erთან, გაყოფილი 3u შეფარდებული 4-erზე, ანუ გამრავლებული 4 ერი შეფარდებული 3-თან, erები შევეკვეცა, u-ები შევეკვეცა, 3 და 6 შევეკვეცა, აქ ორი დაგვრჩა, საბოლოოდ მივიღებთ 8 მეხუთედს. ნუ საიდანაც რა გამოგვივა? საიდანაც გამოგვივა ჩვენ რომ i სრული x-ი, ტოლი ყოფილა 8 მეხუთედი ისი
ეს კი არის 16 მიათედი i, ანუ ეს საბოლოოდ 1.6 მიათედი i სტოლი არის. ანუ საბოლოოდ ჩვენ თუ პასუხს დავწერთ, ჩავწეროთ საბოლოო პასუხი i სრული x-ი ტოლი ყოფილა 1.6 ისი, რომელიც არის პასუხი D.